უშა გიორგი ახობაძეა ხო? ხო, ახობაძის იმიდან რა ქვია, პოდკასტიდან რა, ძალიან მადლობა და მე უბრალოდ ჩემი კომენტარი შეფასება გავაკეთო რა. რუსეთის რიტორიკა, პუტინის სიტყვები აკონტროლა ერთ-ერთში ამათ პროპაგანდას. ერთ-ერთში პირდაპირ თარგმანი არის. პირდაპირ თარგმანი. შეგვიძლია ვნახოთ. გიორგი ახობაძის მინდა მივმართო. დაუშვათ ემთხვევა პუტინის რიტორიკა და ემთხვევა დუგინის რიტორიკა და ემთხვევა, რა ვიცი, ნებისმიერი სალავიოვის რიტორიკა და მინასიანი თუ რაგვარია ის ქალი, მარტიროსიანი თუ რაგვარია ის სომეხი ქალი რა, სიმონიანი რა, დაუშვათ ემთხვევა რა. მერე რა რიტორიკა რახან ემთხვევა, იმიტომ არიან რუსეთუმეები? ჩვენი ინტერესების თუ ამ რიტორიკას ემთხვევა, რა ვქნათ მაშინ? ხო, აი ამ პროპაგანდის ამას. ავცემ ესეთ პასუხს რა. უცნობი ქვია ხო მე მგონი, ხო? მოკლედ ნახე როგორი რაღაცა საინფორმაციო ფრონტი არსებობს რა, როდესაც მტრული სახელმწიფო ყავს და ზოგადად ამ დედამიწაზე როცა რაღაცა ორი სახელმწიფო ერთმანეთს მტრობს, ასევე აქვს საინფორმაციო ომი გაჩაღებული და ამ საინფორმაციო ომში ჯარისკაცები არიან აი შენნაირი ტიპები და კიდე ბევრნაირი მეძე რუსთავი ორზე პოსტივიზე მისანქცირებულები რა. ჩემოდნებით რო დარბიან ბარათებს რო ვეღარ ხმარობენ ხო და აი ეგენი ხართ ჯარისკაცები და სიტყვა რომელსაც თქვენ ამბობთ არის გასროლილი ტყვია, ჭურვი ან რაკეტა საინფორმაციო ომში ველზე. ეხლა მოდი ესე ვთქვათ, რუსეთი ჩემთვის არის მტერი, შენთვის არ ვიცი ვინ არის. ხო და როდესაც ჩემი მტრის იარაღს იყენებ და ისვი ჩემი მეგობრების მიმართულებით, რომლებსაც ქვიათ დასავლური ცივილიზებული სამყარო, ამერიკა, ევროკავშირი, ისრაელი და ასე შემდეგ. დემოკრატიული ქვეყნები რა, იაპონია, კორეა, სამხრეთი და ასე შემდეგ. ხო, აი მათი მიმართულებით რო ისვრი და შენი ინტერესი ემთხვევა პუტინის ინტერესი. აი ამ შემთხვევაში ხარ პროპაგანდონი და რუსული რბილი ძალის ჯარისკაცი და იარაღის გამსროლი. თორე შენი მოსაზრება, რიტორიკა რო ემთხვეოდეს პუტინისას, ან დუგინისას, ან სალავიოვისას, ან სიმონიანისას, იმ საკითხზე რომ მაგალითად აი მწვადი გემრიელია თუ არა, ან ხაჭაპური გემრიელია თუ არა, ან პილმენი გემრიელია თუ არა, ეს ოკეი იქნებოდა. მან შეიძლება შენი და პუტინის სიტყვები ერთმანეთს დაემთხვეს, მაგრამ როდესაც შენი მტრის სიტყვები მიმართული შენი მეგობრებისკენ და სტრატეგიული პარტნიორებისკენ და შენი სიტყვები ემთხვევა ერთმანეთს, მაგ დროს ან ნაბიჯვარი ხარ, ან სასარგებლო იდიოტი, ან ბრიყვი. ხო და აი ამოირჩიე.